საღამო მშვიდობის ძვირფასო ტელე და YouTube მაყურებლებო. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ფეხბურთს ეძღვნება. თუ ფეხბურთს ეძღვნება, როგორც ყოველთვის, ჩვენი მუზა დინამო თბილისია. მოგეხსენებათ, დინამო თბილისის ყველაზე დიდი წარმატება თასების ფლობელთა თასის აღებაა, რომელიც 1991 წელს მოახერხეთ. თვითონ სახელიდანაც ჩანს, რომ ამ ტურნირში მონაწილეობას ქვეყნის თასის ფლობელები იღებდნენ. საბჭოთა კავშირში, დინამოში საბჭოთა კავშირში თამაშობდა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებშიაც თასის მოგება ითვლებოდა ერთ-ერთ პრესტიჟულ პრიზად და შეიძლება ითქვას ზოგჯერ არც ჩამოუვარდებოდა ჩემპიონობას. დინამო თბილისს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში, თასზე საკმაოდ დიდი წარმატებები ჰქონდა. ყველაფერს თავი რო გავანებოთ, 8-ჯერ იყო გასული ფინალში. მოდით დღეს ვისაუბროთ აი ამ ტურნირებზე, მით უფრო რომ 50 წელი სრულდება, რაც დინამო თბილისმა პირველად აიღო საბჭოთა კავშირის თასი. ეს მოხდა მოსკოვში, ერევნის არარატის წინააღმდეგ, როდესაც 3-0 დავამარცხეთ მოწინააღმდეგ. მოდით თავიდან დავიწყოთ. ალბათ 36 წლიდან, როდესაც 36 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიც დაიწყო და თასიც 36 წლიდან ითვლება. მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რომ დინამო თბილისმა კი მიიღო მონაწილეობა, მაგრამ 36 წლის პირველ საგაზაფხულო სეზონში დინამო თბილისი ჯერ ბ-ლიგაში იყო და შემდეგ გადავედით ბ-ჯგუფი ერქვა. დიახ, ბ-ჯგუფი და შემდეგ გადავედით პირველი ადგილი 7 თამაში იყო ჩასატარებელი, მარტო ერთი წავაგეთ და გადავედით რიხინით ალეგაში. მაგრამ რაც შეეხება თასს, ჩვეულებრივად ვიასპარეზეთ, უბრალოდ 36 წლის ერთი ეს იყო, თასი შეიძლება ხინჯად ითქვას, რომ აი დინამო მოსკოვიდან, რამდენიმე გუნდმა ძალიან ბევრმა კოლექტივმა ითამაშა. კი ბატონო. აი იყო მაგალითად ესეთი ცოტა კურიოზული ამბავია, რომ ჩაპაევის სახელობის კოლმეურნეობამ ითამაშა პირველი ეტაპი და არ იყო ხელწამოსაკრავი გუნდი. წააგო 15-0. ჩვენი პირველი თამაში. კიევის დინამო თითქოს უნდა ეთამაშა, მაგრამ რაღაც იუა არ გამოცხადდა თამაშზე და პრაქტიკულად არც ცედეკას უთამაშია, არც კიევს და არც მოსკოვის დინამოს. კი ბატონო, თუმცა ესეც გასათვალისწინებელია, რომ დინამო კიევი მაშინ არ იყო გრანდი. ფავორიტად არ ითვლებოდა. გრანდი არ იყო. არა, თუმცა პრიზიორი იყო პირველი ჩემპიონატის. კი ბატონო, მაგრამ ნუ მაინც კიევის პრიზიორობა მე მგონი უფრო სიურპრიზი იყო, ვიდრე კანონზომიერება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დინამო თბილისის პირველი მატჩი თასზე, რაც მიიღო მონაწილეობა, იყო ბათუმის დინამოსთან. კი ბატონო. და გაგიკვირდება და მე რამდენადაც მახსოვს, მე მგონი არც დამთავრდა ეს მატჩი, ხო? აი, ცოტა კურიოზული ამბავი იყო, იმიტომ რომ თბილისის დინამო ცოტა მოშორებით ცხოვრობდა და ავტობუსს დააგვიანდა, რომელსაც უნდა წაეყვანა სტადიონზე გუნდი. და ამიტომ თამაშის დასრულებამდე რაღაც 10 წუთით ადრე ჩამოვნელდა და შეწყდა თამაში. 1-0 იგებდა დინამო. დაინიშნა განმეორებითი თამაში, რომელიც უკვე 2-0 ცოტა ადრე დანიშნეს, 2-0 მოიგო თბილისის დინამომ და გავიდა შემდეგ ეტაპზე. და ორივე გოლი გაიტანა მიხეილ ბერძენიშვილმა. იმ დროს სომოვთან ერთად, მე მგონი ეს იყო ყველაზე უფრო ისეთი პოპულარული მოთამაშე და ავტორიტეტული მოთამაშე დინამო თბილისში. ისე სხვათა შორის რა მინდა ვთქვა, რომ დინამო თბილისშიაც იყო რამდენიმე
არა ქართველი მაშინ, მაგრამ დინამო ბათუმს რაც შეეხება, მე მგონი იყო სულ ორი ქართველი ერთ-ერთი მათგანი იყო. მეკარე იყო ბეჟანიძე და მარუაშვილი იყო, კიდე მე მგონი თავდასხმელი. და ერთ-ერთი მოთამაშე იყო ფროლოვი ბათუმში, რომელიც ისე მოეწონათ, რომ მე წამოიყვანეს თბილისის დინამოში. ანიკინიც იქ ვარ თამაშობდა. მე მგონი ანიკინიც იქ თამაშობდა. აღარ მახსოვს. კი, ანიკინიც იქ იყო, რომელიც გადმოიყვანეს მე ესე მახსოვს. და ეს ინტერნაციონალური გუნდი იყო. რუსები, ბერძნები, სომხები, ქართველები თამაშობდნენ ბათუმის დინამოში. მუშების და შემდეგ შევხვდით ბაქოს ტროიცელს. 3-2 მოვიგეთ დამატებით დროში და გოლები აქაც ბერძენიშვილმა გაიტანა მიხეილმა პენალტით და ასლამაზოვმა ესეც დინამო თბილისში თამაშობდა ესეც განთქმული ტრაგიკულად დაამთავრა. კი ბატონო და საკმაოდ ძლიერი და იმ დროისათვის ძალიან ცნობილი თავდასხმელი იყო. ყველა თამაშს ვერ მოვყვებით და მაგრამ ერთი თამაში მაინც მინდა გამოვარჩიო აი ამ პირველი ჩემპიონატიდან ბატონებო ამ პირველი ტურნირიდან თასის მეოთხედ ფინალში შევხვდით მოსკოვის სპარტაკს. ორი თამაშის გამორჩევა მოგვიწევს. კი ბატონო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მატჩი იყო, რომელიც დამთავრდა 3-3. განმეორებით შეხვედრა. განმეორებით შეხვედრა 3-3 დამთავრდა და დამატებითში 3 ბურთი შეაგდო დინამო თბილისმა. ეს დიდი მოულოდნელობა იყო. გეთანხმები და აი აქ იყო მე მგონი პაიჭაძემ პირველი გოლი აქ ხوار გაიტანა. თასზე. თასის პირველი გოლი პაიჭაძეს დინამოსთან ჰქონდა გატანა. შემდეგ ნახევარფინალში კი გავანადგურეთ ნოგინსკის გუნდი და შევხვდით ფინალში ლოკომოტივს და გთხოვდეთ შეგვახსენოთ კი ბატონო როგორ წავიდა პერიპეტიები. როგორც ხება მაშინდელი პრესა წერს, თბილისის დინამოს უპირატესობით მიდიოდა ეს თამაში. კი ბატონო. ბევრი საგოლე მომენტები შევქმნით, მაგრამ სამწუხაროდ მათი რეალიზება არ მოხერხდა. მოსკოვის ლოკომოტივმა კი თავისი შანსი არ გაუშვა ხელიდან ორჯერ 2-0 დაწინაურდა. მატჩის ბოლო წუთებიც როგორც წერენ მიჯაჭვული ყავდა ლოკომოტივი თავის კარს, მაგრამ ვერაფრით ვერ მოახერხეთ გოლის გატანა და პირველი თასი აი იმ დროინდელ პრესაში, იმ დროს მაშინ კრასნი სპორტი ერქვა მე მგონი. ხო, კრასნი სპორტი, იმ დროინდელში წერია რომ პირველ 6 ჯერ დავარტყით თამაში რო დაიწყო იმათ კარის. პირველი 8 წუთის განმავლობაში. და დოროხოვი ჩაერთო მერვე წუთზე, მხოლოდ მერვე წუთზეო და აი მე სოკოლომა გაგვიტანა 18 წუთზე და სხვათა შორის მე წინათ მაქვს საკითხული რომ აი ამ სოკოლოვზე ამბობენ სტრელცოვამდე პერიოდზე რომ ითვლება რომ იყო ყველაზე უფრო ტექნიკური რუსი ფეხბურთელი. აი სოკოლოვზე ამბობდნენ და იგივეს ამბობდნენ პეტკა ძემენტიევი იყო ლენინგრადელი ესე. კი ბატონო ამბობდა რომ ძალიან ტექნიკური გადამოწ. პეტკა ძემენტიევს ეძახდნენ. და ერთი კურიოზიც იყო რომ გახარებული ფეხბურთელები მოსკოვის ლოკომოტივის წავიდნენ რესტორანში თასით და თასი დატოვეს რესტორანში. და შემდეგ შეიცვალა სტაროსტინმა სხვა ის თასი აიგეს და აქვე ერთი რამე მინდა დავამატო რომ პირველი გათამაშებები და რამოდენიმე გათამაშება ყველა თამაში თითქმის ნახევარფინალიდან დაწყებული მეოთხედფინალიდან დაწყებული მოსკოვში ტარდებოდა ასე რომ ჩვენ გვიწევდა ყველა თამაში გასვლითი მატჩები მოსკოვთან. და ის მაგალითია მომდევნო გათამაშება 37 წელი როცა მეოთხედფინალი ნახევარფინალი და ფინალი ვითამაშეთ მოსკოვში. და ეს კიევის დინამოს მოუგეთ მეოთხედფინალი 2-1, შემდეგ იყო CDK 1-0 და ფინალში შევხვდით მოსკოვის დინამოს და
კი ბატონო. ეს თამაშები მიდიოდა ყველაფერი დინამოს სტადიონზე. კი, მაშინ ლუჟნიკები არ იყო. მაშინ ჯერ ლუჟნიკები არ იყო და დინამოს სტადიონზე. თქვენ უკვე გადახვედით მეორე რამინდა აღვნიშნო რომ ანუ ეს 1927 წელია და თუ პირველ თასის გათამაშებაზე რამდენიმე გუნდმა თქვა უარი 37 წლის თასის გათამაშებაში 125 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ეს საკმაოდ ძალიან დიდი რიცხვია. პირველ დინამომ 1/64 ფინალით 64 ფინალი დაიწყო თამაში და 9-1 მოუგეთ მაშინ ტაგანროგის გუნდს. და სხვათა შორის რითია კიდე ეს აღსანიშნავი. 37 წლის იგივე ეს კრასნი სპორტი წერდა უკვე ფინალზე, როდესაც ფინალში გავედით, უკვე ოფიციალურად წერია, რომ თბილისის დინამო მოხსენიებული ყავთ როგორც დიდი ურუგვაელები. დიდი ურუგვაელები სათაურიც ესე იყო ჯერ კიდე მეოთხე ფინალის ნახევარფინალში რო გავიდნენ რაღაცა რომ დიდი ურუგვაელები გავიდნენ, გაიმარჯვეს დიდმა ურუგვაელებმაო. და სხვათა შორის ამას წერდა ესეთი ჟურნალისტი იყო, ვისაც მე საუეცკის სპორტს ვკითხულობდი და იური ვანიატი. იური ვანიატი ცნობილი, ძალიან ცნობილი კაცი, რომასაც მანძილზე. კი ბატონო, რომელსაც სხვათა შორის საბჭოთა კავშირის 54-ვე ჩემპიონატს აშუქებდა და ყველა თასის გათამაშებას. სამწუხაროდ ჩვენ ფინალში ვერ გავამართლეთ ეს დიდი ურუგვაელების მოსახელად. აი რა მინდა 5-2 წავაგეთ, მაგრამ იქაც ერთი რაღაცა იყო რომ ჯერ ეს ერთი ხო ეს ხდება 1927 წელს. ფინალურ მაჩს ესწრებოდა 70,000 მაყურებელი და ეს იყო რეკორდი. წერენ გუნდებს შორის ესეთი რაღაცა არ მოხდა. და როგორ დაეტია ეს ცოტა გაუგებარი, იმიტომ რომ ახლა ალბათ ყველაფერი 60,000-იანი. დინამო მაგხელა იყო უკვე 60,000-იანი იყო და გადაჭედება ოფიციალურად წერენ რომ ალბათ სულ ყველგან ერთად წაირო შეკრიბეს ზოგი ფეხზე იდგა ზოგი კიბეებზე ჩამოჯდა ზოგი იქ ზოგი აქ და საკმაოდ დიდი სტადიონი იყო მოსკოვის დინამოს სტადიონი ნუ გვაქვს ახლა ჩვენ 37-ში უკვე იყო 60,000-იანი მე მგონი მე რეკონსტრუქცია ჩვენი სტადიონი როდესაც გაკეთდა დინამოს თბილისის დინამოს სტადიონი მაქსიმუმზე ავიდა სანამ გადაკეთდებოდა 40,000-ზე ხოლო მოსკოვის სტადიონი 60-50 1000-ზე მეტი იყო და იქ სადაც 50,000 ადამიანის დასაჯდომი ადგილია მერწმუნეთ რომ 20,000 თავისუფლად ჩაიდგა. ჩვენ მაგალითები გვაქვს, იმიტომ თბილისის დინამოს თამაშებზე 100,000-იც ყოფილა ვესტჰემი, ლივერპული, დინამო კიევთან. დინამო კიევთან იყო მე მგონი ყველაზე მეტი. და რითი იყო კიდე ეს მინდა ჩვენ თქვით რომ თითქოს წავაგეთ კი 2-5 არ იყო ეხა ეს პატარა ანგარიში, მაგრამ იქ იყო ერთი მომენტი იქ იყო ერთი მომენტი პირველ ტაიმი დავთმეთ 3-1 და აი სწორედ პირველი ტაიმის ბოლოში თვითონ რუსი ჟურნალისტებიც წერდნენ რომ პაიჭაძე წააქციეს საჯარიმოში და პენალტი უნდა დანიშნულიყო და ბერძენიშვილის გადამკიდე ალბათ გავიტანდეთ, იმიტომ რომ ბერძენიშვილი ამ თამაში მერე კიდე გაიტანა პენალტი და 3-2 რო გახდებოდა, მერე უკვე რა იქნებოდა ძნელი ის არის. პროგნოზირება ძნელია. კი ბატონო. და ახლა ერთი რამეც უნდა ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომამდე 4-ჯერ ჩატარდა საბჭოთა კავშირის თასის გათამაშება და თბილისის დინამო ერთადერთი გუნდი იყო, რომელიც მინიმუმ ნახევარფინალში გადიოდა. იმიტომ რომ პირველ ორ გათამაშებაში გავიდნენ ფინალში და 38 და 39 წელს ჩვენ ვითამაშეთ ნახევარფინალები. და 39-ის ნახევარფინალიც არის გამოსაყოფი მოსკოვის სპარტაკთან, რომელიც ჩვენ წავაგეთ 1-0. ჩვენებმა გააპროტესტეს ეს თამაში,
მაგრამ ამასობაში სპარტაკმა ფინალი ითამაშა და მოიგო, გახდათ ფლობელი. და ჩვენებს დაუკმაყოფილეს ეს პროტესტი და მერე გადათამაშება დანიშნეს ნახევარფინალის. და სპარტაკმა განმეორებითი თამაშიც მოიგო 3-2 და ესე ძნელსაქმელი არა. ფორმალური იყო გასაგებია ყველაფერი. არა, ფორმალური როგორ უკვე რომ მოგვეგო ეს გადათამაშება ფინალში ჩვენ გავდიოდით. არა მგონია რომ ეხლა ერთი რამეც უნდა აღინიშნოს აუცილებლად რა. ეს ის წლები არის მეორე მსოფლიო ომამდე, როდესაც ტელევიზიაზე ზედმეტი ალაპარაკი და კინო ფირის ჩაწერაზე, როდესაც რეპორტაჟებიც კი არ იყო. ეს იყო ნდობა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, ანუ როგორი მსაჯობა იყო, რა ხდებოდა, რა არ ხდებოდა. მათი თვითმხილველი ხალხი ნაკლებად კი არა აღარ არიან დღეს სამწუხაროდ დარჩენილები და აი ეს თვითმხილველები არანვინ არ იყო მაშინ და ეხლა ყველაფერი გასაგებია, ყველა თამაში ტარდებოდა მოსკოვში და მოსკოვის პრესაში რა დაიწერებოდა, ამას დიდი ამოცანა არ არის ეს რა. რასაკვირველია, იქ ყველა დამალავდა, აი თუნდაც ის, რაც ეხლა ბატონმა კახამ მოგვახსენა, რომ პაიჭაძე წააქციეს, პენალტი უნდა დანიშნულიყო და არ დაინიშნა. ეს ჩვენ პრესაში ვერც მოხვდებოდა. ისეთი დრო იყო, რომ კორესპონდენტებიც კი ვერ დადიოდნენ ეხლა იქ ამ თამაშების სანახავად. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კი ვამბობთ, რომ პაიჭაძე ჩვენ კი არა წერენ ესე, რომ პაიჭაძეზე იყო პენალტიო, მაგრამ სხვათა შორის ბერძენიშვილმა რო პენალტი გაიტანა, იმასაც ამბობ, იმაზე წერდნენ რუსები, რომ არ იყო პენალტიო. ისე რომ ქართველებიც უკმაყოფილოები იყვნენ მერე მსაჯი. ეწერა კიდევაც ეს სტატია, რომ წესითო ესეთი საპასუხისმგებლო მატჩიო, უკეთესაც უნდა ემსაჯოს. მივადგეთ 1946 წელს. ჩვენ უკვე მესამედ გავედით ფინალში. თბილისის დინამომ ითამაშა 5 თამაში და 5-ვე თამაში ითამაშა მოსკოვში. პირველი იყო მინსკის დინამო. ვერ მოუგეთ მინსკის დინამოს 0-0 დამთავრდა მატჩი და განმეორებითი მერე 2-0 მოვიგეთ. რითი აღსანიშნავი, ღოღობერიძემ გაიტანა, უკვე იწყება ღოღობერიძის ეპოქა იწყება. კი ბატონო. და მეოთხე ფინალი, ნახევარფინალი იყო მოსკოვის გუნდები, დინამო მოსკოვსაც მოუგეთ და ტორპედოსაც ერთნაირი ანგარიში 2-1 და წარსდგით ფინალში მოსკოვის სპარტაკის წინააღმდეგ. აი დინამო მოსკოვთან მეოთხე ფინალი, როგორც ამბობენ, პაიჭაძე ითამაშა ძალიან მაგრამ საერთოდ ის სეზონი ძალიან ძლიერად ჩაატარა 46 წლის. გოლიც გაიტანა. ორი გოლი გაუტანა, რაღაც ორი კაცი მოუტყუებია იქ ადგილზევე და მე რაღაც საშინელება დაურტყია და 46 წლის სეზონი ფრიად აღსანიშნავი არის თუნდაც ერთი ამბავით რა. ჩემპიონატის დასაწყისში მოსკოვის დინამოს უკვე მოვლილი ქონდა ინგლისის ის რაღაც ლეგენდარულ ტურნეს რო უწოდებენ და ის და თბილისში ჩამოვიდა სათამაშოდ და თბილისის დინამო დაამარცხა მოსკოვის დინამო. ეხლა ის რო ყველა თამაშები მოსკოვში ტარდებოდა, ნუ გარკვეულ ეჭვს რასაკვირველია დღეს იწვევს რა. ამას არ უნდა ლაპარაკი, რომ ეხლა რა მსაჯობა იყო, რა არ იყო და რა ხდებოდა ის და მერე თან ეხლა ეს რადიო რეპორტაჟი უკვე 46 წელში ყოფილა, როგორც ამბობენ. ყოფილა რადიო რეპორტაჟი. ფინალის. როგორც ამბობენ რა, ეხლა ზუსტად ნამდვილად ვერ მოგახსენებთ, იმიტომ რომ ის ხალხი, რომლებიც 46-ში მაგ რადიო რეპორტაჟს უსმენდნენ, სამწუხაროდ აღარ არიან დღესდღეობით და ერთი რამე, აი ბატონმა კახამ აღნიშნა, რომ დაიწყო ღოღობერიძის ეპოქა. ღოღობერიძე ჩამოიყვანეს თბილისში სოხუმიდან. იმ თამაშში 3-2 დამთავრდა სპარტაკთან და ჩვენებიდან გოლი გაიტანა ღოღობერიძემ და ანთაძემ და ერთი საინტერესო მომენტი არის ღოღობერიძესთან დაკავშირებით. როდესაც ჩამოიყვანეს, თურმე დაასახლეს დინამოს სტადიონზე ყოფილა ეგრეთ წოდებული საერთო საცხოვრებელი, ხო და იქ გამოუყვეს მას, ახლა რას გამოუყოფდნენ, კარგად წარმოგიდგენიათ, ხო და დაასახლეს იქ. იცხოვრა კარგა ხანს 50-იანი წლების დასაწყისამდე ღოღობერიძემ და როგორც იქნა მისცეს შემდეგ ბინა. მისცეს ბინა ვაკეში
პრესტიჟულ ადგილზე, დღევანდელ პრესტიჟულ ადგილზე, ფალიაშვილის ქუჩაზე და უკმაყოფილოები იყვნენ, გულშემატკივრები, ეს რა უქნესო, ამხელა ვარსკვლავი კაცი ტყეში გაუშვეს საცხოვრებლად. სხვათა შორის ეს ფინალი, ამ ფინალსაც 70,000 მაყურებელი ესწრებოდა და ეს იყო ძალიან გულდასაწყვეტი ფინალი იყო რა, შეგვეძლო წესით ამის მოგება და თვითონ რუსები წერდნენ. მიყვავდა 2-1 მიყვავდა. არა ჯერ პირველი მაგაიტანეს, მე ღოღობერიძემ გაათანაბრა და მე 2-1 გახა და ანთაძე. და დამატებითში გაგვიტანეს ანუ თამაში ჩვენი იყო. დამატებითში გაგვიტანეს მე-9 წუთზე. და აი მე-9 წუთიდან მოყოლებული სულ ჩვენ უტევდით. და ერთიც უნდა ვთქვათ, რომ ჩემპიონატის ორივე თამაში მოუგეთ იმ წელს სპარტაკს. კი ბატონო. წელს სპარტაკ. კი ბატონო. ეს 46-ზე ვილაპარაკეთ ამის, შემდეგ გადის კარგი ხელი პაუზა გქონდა. 13-14 წელი. 1960 წელი. 59-60 წლის სეზონი იყო ეს და ხო არ გაიხსენებდი მომსწრე ნაკლებად. და აქაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი თამაშები გქონდა. მერვეთ ფინალი იყო ძალიან საპასუხისმგებლო და პრინციპული თამაში მოსკოვის სპარტაკთან, რომელიც 2-1 მოვიგეთ დამატებით დროში. სხვათა შორის 60 წელს თბილისის დინამო უკვე ის კრიზისი დაძლეული ქონდა, იმიტომ რომ 59-ში მესამე ადგილზე გავედით იმ ჩავარდნის შემდეგ, 50-იანი წლების ჩავარდნის შემდეგ და 60 წელს უკვე პრაქტიკულად ის საჩემპიონო გუნდი იყო შეკრული, რომელიც მე 64-ში იზეიმა ოქროს მედლების მოპოვება დაუმატოთ ამას მცირედი კორექტირებით. მელაშვილი ღოღობერიძე ну რასაკურველია სლავო მეტრეველის გარეშე წარმოუდგენელი იყო და ჩოხელი იყო კაპიტანი კოტრიგაძე სხვათა შორის იმ 64 წლის დინამო უკვე ჟორდანია არის მწვრთნელი 64 წლის დინამო ნელ-ნელა იწყებს საინტერესოა რასაც ამბობთ თქვენ, იმიტომ რომ 59 წლის თბილისის დინამო ფაქტიურად ჩამოაყალიბა ანდრო ჟორდანია. რა თქმა უნდა, მისი მოყვანილი იყო უმრავლესობა. 60 წლის თბილისის დინამო ფინალში გაიყვანა ჟორდანია. კი ბატონო. ანდრო ჟორდანია. კი ბატონო. აი 64 წელს ვის თამაშობდა ეს გასა. აი ფინალი კოტრიკაძე, ბორია სიჭინავა, თორაძე, ხოჭოლავა, ზეინკლიშვილი, ჩოხელი, ბარქაია, იამანიძე, მელაშვილი, კალავი, მესხი. შემადგენლობა. პრაქტიკულად 1-2 ფეხბურთელი და ეხა ძალიან რთული ნახევარფინალი ქონდა. გეთანხმები. დონეცკის მაშინ შახტიორია. კი ბატონო, შახტიორია კამარ მაშინ სტალინო იყო თუ უკვე დონეცკი იყო? არა, უკვე დონეცკი იყო. უკვე დონეცკი იყო, იმიტომ რომ სტალინის კულტი უკვე მიღებული იყო და სტალინოც არავინ აღარ დაწოვებდა. დამატებით დროში მოვიგეთ და მიშა მესხმა გადამწყვეტი ბურთი გაიტანა 120 წუთზე. და ამ ფინალს მოსკოვის ტორპედოსთან აი ამ ფინალს ესწრებოდა პატივცემულ ოფიციალურად ესე წერია 104,000 მაყურებელი. იმის მიუხედავად რომ უკვე თოვლი იყო 31 ოქტომბერს ჩატარდა ეს თამაში, როდესაც იყო საშინელი ძალიან მძიმე ამინდი და მაგრამ ერთი რამე ეხლა ჩვენ რა ვიცი რატომ მოხდა ესე ვივაშკაცეთ თუ რა ყინვა იყო ხო და მოსკოვის ტორპედო გამოვიდა ჩარცვული თურმე პიჟამოებში ეგრეთ წოდებულ სპორტულ რეიტუზებში თბილისის დინამო კი გამოვიდა ყოველგვარი ზედმეტი ჩალენჯი და ხელთათმანებიც კი არ ეკეთათ და გამოვიდნენ და ისე ითამაშეს და კიდე ერთი რამე უნდა ვთქვათ რომ აი შახტიორთან დამატებით დროში არ უთამაშია ბასა ღოღობერიძეს. ის არის ტრამვით იყო გამოწვეული რომ შეცვალა ლევან ჟორდანიამ. კი, ლევან ჟორდანი. და მე ფინალში უკვე ვერ ითამაშა ბასა. ბასა იყო კაპიტანი შახტიორთან. შახტიორთან კი, მაგრამ 91 წუთზე შეცვალეს. დამატებით დროში არ უთამაშია. ფინალში უკვე ჩოხელი იყო და სხვათა შორის ამ თამაშის ახლა
მაგარიში ვთქვით არა 3-4 არ გვითქვამს. დამატებით დროში წავაგეთ. და როგორც ამბობენ, დამატებით დროში წავაგეთ და ეხლა მე რატომ ვიცი და რატომ ვაქტიურობ და რატომ ვამბობ. მოხდა ისე, რომ ჩემი მამაჩემი და ბიძაჩემი ორივე ესწრებოდნენ თურმე ამ თამაშს რაღაცნაირად მოსკოვში მოხვდნენ და ბიძა გასტროლებზე იყო, მამა მივლინებაში იყო რაღაცნაირად და ნუ ძალიან კარგად აღწერდნენ ამას და ფიქრობდნენ, რომ აი ეს ყველაზე ის, მაგრამ აქ გქონდა ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ გადაცემა გულშემატკივრები და აკამ აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი თამაში, როდესაც მატარებელში დაინიშნა 2 ვაგონი გამოიყო და გულშემატკივრები თბილისიდან წავიდნენ და ნუ ეხლა იქვი ზოგი ჩაფრინდა, ზოგი ისე და საკმაოდ დიდი დიასპორა იყო, ქართული დიასპორა ამ თამაშს, რომელიც ესწრებოდა. ხო და მაშინ თურმე აი ის დიდი მეცენატები, რომლებმაც შემდეგ გააკეთეს არაჩვეულებრივი საქმე, შალვა ჭეიშვილი, ლაზიშვილები და ნემსაძე, ირაკლი ნემსაძე ესწრებოდნენ თურმე ამ თამაშს და მაშინ უთქვიათ, რომ სლავა მეტრეველის გარეშე ჩვენ ტორპედოს მომგებები არა ვართო და იმ დღიდან დაუწყიათ სლავა მეტრეველზე მუშაობა, რომ როგორმე ჩამოეყვანათ თბილისში. აი ამ 59-60 წლის ფინალში, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, სლავა ტორპედოში თამაშობს. ჩვენი მოწინააღმდეგე იყო. გოლი არ გაუტანია, მაგრამ კარგად ითამაშა. ამის პასით გავიდა. ამის პასით გუსაროვმა გაიტანა. 2 გუსაროვმა, 2 ივანოვმა. ივან 120 წუთზე გაგვიტანა და ივანოვმა და ეხლა ივანოვის ცბიერ ფეხბურთელს ეძახდნენ ივანოვს და თურმე რა მოხდა, რომ ჩვენები უტევდნენ და ივანოვი დადგა თურმე შუა მინდორზე, ცალი ფეხი ქონდა თავის ნახევარზე და ცალი ფეხი ქონდა მეორე ნახევარზე, ანუ ჩვენ ნახევარზე, ხო და ეს ეხლა მაშინაც და ეხლაც ესეთი წესია, რომ თამაშგარე მდგომარეობა აღინიშნება, როდესაც ორივე ფეხი გაქვს იქით მხარეს, ხო და ნუ მიიღო ბურთი და გაიტანა. ძალიან კარგად ითამაშა ბარქაია. ძალიან კარგად ითამაშა. გოლი გაიტანა. კი. შემდეგ რა იყო, რომ ჩვენ თქვით კიდევაც მეტრეველის გოლი არ გაუტანიაო, მაგრამ მეტრეველის უშუალო ჩართულობით რა მოხდა? ეგ ხოჭოლავა ჩაუვარდა ივანოვს და მეკარესავით აიღო ხელით ბურთი რა. ჩვენ ეს მეტრეველის პასი იყო. და კიდე რა იყო აქ მნიშვნელოვანი, რომ ძალიან მაგრა ითამაშა მესხმა. და რუსი ჟურნალისტები წერდნენ, რომ ესე იგი 104,000 კაცი ეტევა, 104,000 კაცია მოსული სტადიონზე. და თვითონ ეს უკვე ლუჟნიკებზეა თამაში. ეს ლუჟნიკებზეა უკვე, იმიტომ რომ გამორიცხული იყო დინამოზე ამდენი ადამიანი. იქ წერდა, რომ მედიკინი იყვანდა მესხს. და ნუ შეჭამა მესხმა და ჟურნალისტი წერს, რომ წარმოუდგენელიაო, ეხლა თან იმდენ სტადიონზეო თბილისის დინამოს გულშემატკივარი უფრო მეტი ყოფილიყო ვიდრე სპარტაკისო, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მესხი ბურთს რომ მიიღებდა უკეო, მთელი სტადიონი მესხიო იძახდა. სხვათა შორის რა მინდა ვთქვა, რომ წინათ ეტყობა მაინც ისე არ იყო იმ მაინც ეტყობა საბჭოთა გუნდად აღიქვამდა ყველა მოწინააღმდეგეს თუ რაღაცა, იმიტომ რომ იგივე მოსკოვშია თამაშები რო იყო, ძალიან ბევრი მაყურებელი მხარს უჭერდა ხოლმე დინამოს. კომაგებიც ყავდა მოსკოვში. ეს ამის შემსწრებიც ვარ, ხო? იქ ერთი რამეც იყო, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ სპარტაკი და ტორპედო ერთმანეთის დაუძინებელი მტრები იყვნენ და სპარტაკის გულშემატკივრები ხშირ შემთხვევაში თბილისის დინამოს გულშემატკივრობდნენ, როდესაც ჩვენ ტორპედოს ვეთამაშებოდით. ნუ და ეხლა ტორპედო რა გუნდიც იყო, ეხლა მრავალ გამოკითხვაში არის ეს ბატონო კახარო. როდესაც ატარებენ გამოკითხვას საბჭოთა კავშირის ისტორიაში რომელი იყო საუკეთესო გუნდი. მრავალ გამოკითხვაში ტორპედო
აყენებს ბევრი გულშემატკივარი და ბევრი მომსწრე იმდროინდელი ფეხბურთის 60-იანი წლების დასაწყისის 60-იანი წლების დასაწყისის. ერთი რამეც უნდა ვთქვათ, სტრელცოვი არ იყო 60 წელში გუნდში, იმიტომ რომ იგი საჯილზე იმყოფებოდა სანატორიუმში, ესე დავარქვათ, პანსიონატში და ივანოვი რაც იყო, ეხლა ყველამ ვიცი. კი ბატონო. შემდეგ 70 წელი მოვიდა 70 წელი და ეს უკვე ჩვენ გვახსოვს. ეს რომლის მომსწრე თქვენ ხართ, ჯოჭა. ძანდებოდით მოსკოვში. თქვენი ახალგაზრდული თვალით რა დაინახე და ახალგაზრდა გონებას. დავიწყოთ იმითი რომ პირველ ორ ეტაპზე ქართული გუნდები შეხვდა თბილისის ეს იყო ლოკომოტივი, შემდეგ ქუთაისის ტორპედო. ლოკომოტივთან ძალიან კაი თამაშები იყო. პირველი თამაში 1-0 მოიგო დინამომ, მეორე საპასუხო მატჩი პირველი ტაიმი მიდიოდა ლოკომოტივის უპირატესობით, ახსოვს ეს თამაში და ბადრი ჯორბენაძე იყო საჩუქრის კარგი ფეხბურთელი ლოკომოტივში. გაიტანა გოლი და პირველი ტაიმი მოიგო ლოკომოტივმა 1-0. ნუ მეორეში უკვე დინამომ მაინც იძალა და საბოლოოდ 4-2 მოიგო. და ერთი რაღაცა უნდა ვთქვათ, რომ როგორც ლოკომოტივთან, ასევე ქუთაისთან თბილისის დინამოს აკტა ის 5 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ნაკრებში, უკვე ემზადებოდა სოფლიო ჩემპიონატი. მექსიკის სოფლიო ჩემპიონატი, ესე გივინოდია, კახიასათიანი, მურთას ხურცილავა, რეზო ძოძუაშვილი. ქუთაისის ტორპედოსთან კიდე ორივე მატჩი მორჩა ფრედ. ქუთაისში 1-1, თბილისში 0-0 და რახან ქუთაისში გაიტანა დინამომ გოლი, გასვლით მატჩი გატანილი ბურთის წყალობით გავედით მეოთხედფინალში. და საკმაოდ მძიმე მეოთხედფინალი ქონდა ოდესაში, იქაურ ჩერნომორეცთან და ძალიან კარგი გოლი გაიტანა ბურთას ხურცილავამ. ესე საჯარებ დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა ბურთი, რომელიც აი შევარდა ცხრიანში და 2-1 მოიგო დინამომ. ნახევარფინალში შევხვდით ბაქოს გუნდს, მაშინ ნეფტში იყო თუ უკვე ნეფტიანი კი იყო? არა, ნეფტიანი კი იყო. ჯერ კიდე ნეფტიანი იყო. ეს თამაში იყო ლოკომოტივის სტადიონზე. ლოკომოტივის სტადიონზე, კი ბატონო. ქარიშხალა აღარ ერქვა, უკვე ლოკომოტივი. კი, მაგ თამაშზე გავხდით და სხვათა შორის დაახლოებით 20 დღით ადრე ჩვენ ბაქოს ნეფტიანიკმა მოგვიგო ბაქოში 1-0. ეს თამაშიც არ იყო ადვილი. ჩვენებს კი ქონდათ უპირატესობა. ერთადერთი გოლი ავტოგოლით შევარდა ხულიევი იყო. კი ბატონო. კუტივაძეს ჩაწოდებულზე, ესე იგი დაიზრდნენ ყულიევი და გივინოდია. ეხა გივინოდია რა გასაკვირია, ესეთ ყოველთვის დაგეშილი იყო საგოლე პასზე და კარისკენ იყო მიმართული სულ და მაგრამ გივინოდიას ყულიევმა დაასწრო და თავის კარში გადაგზავნა გოლი. 1-0 მორჩა ეს თამაში. კი ბატონო. ასე გავედით ფინალში მოსკოვის დინამოსთან, რომელიც ძალიან ისეთი სამწუხაროდ წავაგეთ და აქ ერთ რამესაც უნდა მიექცეს ყურადღება, რომ ჩვენი ფეხბურთელები ნაკრებიდან სოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩამოსულები იყვნენ და ეს თამაში ზაფხულში ჩატარდა. აგვისტოში იყო. აგვისტოში. რატომღაც თორე მანამდე ყოველთვის ოქტომბერ-ნოემბერში და აი გადაღლილებიც იყვნენ რაღაცნაირად, გადაღლილები. აი სლავომეტროველი გვაკლდა მაგ თამაში. გვაკლდა ვერ ითამაშა სლავომეტროველი. ცოტა ხა შეიძლება არასწორია, რომ ფინალზე ხა რომელიმე ფეხბურთელს ხელი დაადო, მაგრამ აქ პირველი გოლი მეკარის შეცდომა იყო. ცხოვრებოვი არ იყო ფორმაში, რომელიც გამოცვალეს. შოთა ხინჩაგაშვილი გამოვიდა და სხვათა შორის გაიტანა. შოთამ გაიტანა უნიკალური გოლი. ულამაზესი გოლი, ესე იგი იაშინს გაუტანა მაგრატელათი. ძალიან ლამაზი გოლი. ლევიაშინის კარებში. ლევიაშინის კარებში და შოთა ხინჩაგაშვილი ერთადერთი დინამოელია, რომელსაც საკავშირო თასის 4 ფინალი ჩაატარა. 1970, 76, 79 და 80 წლებში. ძალიან კარგად მახსოვს კიდე, რომ აი ეს 2-1 რო გახდა ანგარიში, უკვე ჩვენები გადავიდნენ შეტევაზე და იაშინი ესე იგი აუჩიკებს რო ეძახით იმ პატარა ბიჭებს, ეხლა წებოდა რომ ბურთი ცოტა ხანი გააჩერეთო, ესე ჩქარა ნუ აბრუნებთო.
ლუჟნიკში იყო ეს თამაში. ეს თამაში ლუჟნიკში იყო და 103,000 ოფიციალური, 103,000 მაყურებელი. და როდესაც ოფიციალურად 100,000-მდე ნეტეოდა ლუჟნიკში, მაგრამ აი თბილისის დინამოს მიმართ იმხელა ინტერესი იყო, რომ გადავსება ხდებოდა. თასის ფინალის მიმართ იყო ინტერესი, ხა დინამოს მიმართაც რაც საკვირველია, მაგრამ თავისწილი დინამოსაც ჰქონდა. დინამოსაც ჰქონდა. საკვირველია დინამოსაც ჰქონდა, ნუ დაუკარგავთ ახლა მესკს და არა, ერთავ მესკე აღარ იყო უკვე 70 წელში რა საკვირველია. მესკე არ იყო 69-ში. ხო და ერთი რაღაცა აი რახან მესკი ვახსენეთ, იმიტომ რომ გავაშელი თამაშობდა. ლოკომოტივში რამდენიმე თამაში ჩაატარა და სხვათა შორის 70 წლის თასის გათამაშებაში დათო ყიფიანმაც მიიღო მონაწილეობა. ოღონდ ლოკომოტივის შემადგენლობაში. ელგუჯა ხუციშვილი და დათო ყიფიანი იყვნენ თავდამსხმელები, მაშინ 4-2-4-ის პრინციპი იყო ჯერ კი. მიშამესთან ერთად რამოდენიმე თამაში აქვს რა თამაში. დავით ყიფიანს. ასე იგი ეს იყო მეხუთე ფინალი. მეხუთე ფინალი და ხუთივე მარცხი. ხუთივე მარცხი, ხუთივე მოსკოვში და ხუთივე მოსკოვის გუნდებთ. აი ესეც აუცილებლად აღსანიშნავია. აი ეს უნდა აღვნიშნოთ, რომ ნუ ვერ უგებდით, არ გვაგებინებდნენ თუ რა იყო, ნუ ფაქტია, რომ ხუთჯერ შეხვდით სხვადასხვა მოსკოვის გუნდს ფინალში და დაუმარცხდით ხუთივეჯერ. და პირველად მოდის, გამის მერე გადის 6 წელი და პირველად ეთამაშებით მოსკოვში ფინალს და პირველად არა მოსკოვურ გუნდს. და ერთი მინდა თქვა, სანამ 76-ზე ვიტყვით, რომ 74-ის და 75-ის ჩვენები გავიდნენ ნახევარფინალში. ბატონო. და ძალიან კარგად მახსოვს კიევის დინამოსთან 74-ში ორი თამაში. არა, აქ ვერ მოვიგეთ. ეს კიევში წავაგეთ 1-0. აქ 0. ლოხინმა და აქ 0-0 და აი ძალიან კარგად მახსოვს, რომ ესე იგი აი ზურაბ წერეთელი კიეველმა ცოლმა ჩაჩეხა საჯარო მომენტში და ტოფიკ ბახრამოვი იყო საჯი და არ დანიშნა პენალტი და არაფერი და თან ეს გავიხსენოთ ეს ის კიევის დინამო იყო, რომელიც სექტემბრიდან ჩაერთო თასების ფლობელთა თასში და როგორი წაგება არ ქონდა. ტრიუმფით გაიარა აინტრახტი, ეინდჰოვენი, სულ ყველა დაჩაგრა. და ჩვენ ესე იგი ტოლსტოვრად ვეთამაშეთ. და უბრალოდ მე მინდა თქვა, რომ ესე იგი რაღაცა უახლოვდებოდით აი ამ 76-ის ფინალს იმით, რომ აი წინა წლებში ნახევარფინალურ ეტაპამდე ვიყავით გასული. და სხვა შორის ნახევარფინალში 75-ში ერევნის არარატთან წავაგეთ. 3-1. და სხვა შორის მესამე გოლი ოფსაიდიდან გაგვიტანეს. ეს რომელ წელს 75. და თუ არ ცდები, ეს იყო კახიასათიანის ბოლო თამაში თბილისის დინამოში. ეგ მენისკის ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და იმ 75 წელს ბარემ ესეც თქვა, რომ ჩვენ კიევის დინამოს მოუგეთ. აი ეს თამაში გამერია ლოკომოტივის 75 დროში. ქორიძემ გაიტანა ვახტანგ ქორიძემ და დათო ყიფიანის გოლებით. გადამწყვეტი გოლი გაიტანა ქორიძემ. აი ამაში ამერია დიდ ბოდიშს მოვახსენებ მაყურებლებს, მაგრამ დიდი უზუსტობაც არ არის. და 76 უკვე ისე საკმაოდ ძიმედ დავიწყეთ ჩვენ. კი ბატონო, გეთანხმებით. ზაპოროჟიაში ქონდა მეტალურგთან, რომელსაც ვერ მოუგეთ, ვერ ძირითად დროში და ვერც დამატებით დროში და მატჩის შემდგომი პენალტები დაინიშნა და იყო ჩაყა დათო გოგიამ. გოლიც პენალტით გავიტანეთ. კი ბატონო. ყიფომ გაიტანა. კი ბატონო. და ბარემ ამასაც ვიტყვი, რომ 5 თამაში ითამაშეთ ფინალის ჩათვლით თბილისის დინამომ და ამ ყველა 5 თამაში დათოს გაქონდა გოლი. კი ბატონო. მე არ მახსენდება ეგეთი ალბათ როგორც ისევე როგორც ფინალშიც. ხო და ერთი პლატინი მახსოვს 84 წლის ევროპის ჩემპიონატზე ყველა თამაში გოლი გაიტანა და აი აქაც დათომაც შემდეგ მეტალურგის მერე ზენით შეხვდით და ზენიტს ადვილად მოუგეთ 3-0 იქაც ყიფომ ჩივაძემ და ქორიძემ გაიტანეს და ჩივაძე სრულიად ახალგაზრდა იყო ჯერ. ბატონო და ჩივაძე თამაშობდა ნახევარდამცველი. ამ პერიოდში თამაშობდა ნახევარდაცვაში ბატონო. შემდეგ იყო
აი გაგვიჭირდა მოულოდნელად მე რომ ზენიცეს ადვილად მოუგეთ. მე იყო მეოთხე ფინალში ლვოვის კარპატთან 2-1 აქაც ყიფომდა ის კორიძემ გაიტანეს ბურთი და ასევე შემდეგ ნახევარფინალში თითქოს გასვლა ჰქონდა დონეცკში და მოვიგეთ 2-0 აქაც ყიფომდა ვოვამ გაიტანეს არაჩვეულებრივი თამაში. ვოვამ გაიტანა ფანტასტიკური 4 კაცი მოუტყუებია და მე არ მინახავს რეპორტაჟი არ ქონდა. 4 კაცი მოატყვა დექციროვთან გავიდა ერთ-ერთზე და სხვათა შორის მეშახტის დღე იყო ეს თამაში. და სხვათა შორის შახტიას ხშირად მე მგონი 8 ჯერა ვარ თუ რაღაცა შეხვედრილი თუ 7 ჯერ მე მგონი ხო და უპირატესობა კი 1000 გუნდს კი 1000 გუნდი იყო 1000 გუნდს ეძახდნენ აი ჩვენ 60 წელში რომ მოუგეთ ნახევარფინალი შახტიორს იმის მერე ზედიზედ ორჯერ აიღო თასი შახტიორმა აი ესეთ 1000 გუნდის რეპუტაცია ჰქონდა ყოველთვის მივედით ფინალში კი ბატონო რომელი გაიხსენებდით 79 წელი მოსკოვში დავეცარე ამ თამაშს და მახსოვს ესე ტაქსით წავედი და რაღაც ვერ გავთვალე დრო თუ რაღაცას ტაქსი გავაჩერე რომ მაგვიანდებოდა უკვე თამაშზე და აი ესეთი ცოცხალი ძღოლი იყო ტაქსის ძღოლი ეთყობოდა რომ უფრო რაღაც ებრაელს გავდა ესეთი შავგრევანი ესე სალმი გამოვკითხა რაღაცა ეს და მე გააჩერა ვიღაც ხო გახსოვს როგორც იყო არა ვიღაც პაპუჩიკები გააჩერა ახალგაზრდა კაცი კალთან ერთად იყო და აღმოჩნდა ეს იუგოსლაველი სერბი ეს ჩემზე ეუნება ეს სიახლოვე მიდისო რომ ესენიო მეზობლებს უნდა ეთამაშონო თბილისი და ერევანი და იმან ეგრევე ისქნა რომ კიო კაცო ჩვენთან არისო იმაშიო ზაგრებში რო ის ჩამოდისო პარტიზანიან ცრენას ვეზდო აბა მაშინ ნახე რა ამბავიო და აქაც ეგეთი ამბავი იქნებაო იმან იკითხა და აუ აქაც ეგეთი ამბავი იქნებაო და უცბად ესე იგი შუქნიცონთან გაჩერდა მანქანა გაიხედა ამ ძღოლმა და ტიგრან პეტროსიანი ისი ტაქსით თამაშზე მიდიხარ უცბად იცნო ამან და ეკითხება რომ товарищ гроссмейстер кто победит сегодня дружба ისიც არ დაიბნა победит дружба იმანაც უპასუხა ხა რა ხარ ტიგრან პეტროსიანი აქსენე ეს დიასპორა ერთად იჯდა ეხლა ტიგრან პეტროსიანი ხა შეხსენება არ მინდა რომ თბილისელია ხო და ერთად იჯდნენ ტიგრან პეტროსიანი ეჯდა გვერდზე ჯიგარხანიანი და ნუ სხვებიც იჯდნენ რომელთან საკვირველია სახელი და გვარი არ ვიცი და 1-0 რო გახდა არა 1-0-მდე მათ მომენტი ჰქონდათ თუ გახსოვს კოჩა მეორე წუთზე რომ გადავრჩით ძალიან ისეთი მომენტი ჰქონდათ ერევნის არარაც და ესე ცველის რიკოშეტიდან ძელს მოხდა და მე კიდე დამატებაზე შანსი ჰქონდა ვერ გაიტანეს ჩვენ დასაბედნიეროთ ხო და ყიფიანმა გაიტანა პირველი გოლი რასაკვირველია 27 წუთზე შესანიშნავ ნახტომში ჩელებაძის პასით გაიტანა დათო ყიფიანმა და მეორე ბურთზე დაინიშნა უკვე პენალტი, როდესაც დაინიშნა, რასაკვირველია, გუცაევის გარღვევის შემდეგ დაინიშნა პენალტი და ნუ რაღაცნაირად მოხდა ისე რომ ამას კარგად იხსენებს მანუჩარ მაჩაიძე. მანუჩარი საერთოდ არ ურტყავდა პენალს. ნუ არ მიაჩნდა რომ პენალტის დარტყმა დიდი ის იყო ვაჟკაცობა მისთვის. თუმცა საჯარიმოები ბევრი გახონდა და საკუთარი საჯარიმო მოედნიდან გაიქცა ფირუს კანთელაძე, აც გარდაცვლილი. მისი ზონა იყოს ყოველთვის და მივიდა მოკიდა ბურთს ხელი და უთქვია რა გეშინიათ მე დავარტყავ და გავიტან ნამდვილად ვიციო. დაარტყა ფირუსმა და გაიტანა გოლი 2-0 გახდა და ეს რეაქცია ეხლა რატო ყვები ამას. პეტროსიანი და ჯიგარხანიანი წამოდგნენ, ემზადებოდნენ გასასვლელად სტადიონიდან. სხვებმა დააკავეს დანარჩენებმა ჯერ მოიცადეო და სულ რამოდენიმე წუთში გავიტანეთ მესამე გოლი. 62 ეს იყო 64 წუთზე პენალტი და 62-ზე. ახალ პენალტზე ჩამოვარდა სიტყვა უბრალოდ ცოტა უკან დაუბრუნდები. ჩვენ ეს 3 სექტემბერს იყო ეს თამაში 22 აგვისტოს თბილისში ლოკომოტივზე ვეთამაშეთ არარას და 1-1 მორჩა თამაში და სხვა შორის პენალტით გავიტანეთ ის ერთი გოლი, მაგრამ მაშინ ვახტანგ ქორიძემ დაარტყა. კანთელაძეს არ დაურტყავს ის პენალტი. კანთელაძეს არ დაურტყა. კანთელაძემ აი
ფინალში მოინდომა გოლის და რაღაც ნუ ესე იყო რა ყველა ისე იყო ეხლა იმ თამაშის ეხლა ვიცნობთ ფეხბურთელებს და ვიცით ყველას ცოტა შეეშინდა დარტყმის და თავის თავზე აიგო ფირუზმა და ნუ შეასრულა როგორც შეასრულა მოკლედ წინა წლის 3-1 წაგება სრულად ამოვიღეთ და 3-0 გადაჭარბებით სად ნახევარფინალში მარცხი და სად ფინალში ანუ შეიძლება ითქვას მარსად მოვიღეთ შემდეგ მოდის 79 წელი რომელიც ასევე ფინალში გავედით და საბედნიეროდ კვლავ ავიღეთ თასი მაგრამ სანამ ფინალზე ვიტყვით მინდა გავიხსენო მანამდე ნახევარფინალში შევხვდით CSKA-ს. CSKA იმ პერიოდში ძალიან კარგად თამაშობდა და თასზე თამაშობდა ბრწყინვალედ. და მოსკოვში შედგა ცხადია ეს თამაში ნახევარფინალი მოსკოვში შედგა და მანამდე ჩვენ ნახევარფინალში ისე გავედით რომ თბილისიდან არ გავსულვართ. ხო, მაშინ ჯგუფები იყო. ჯგუფები იყო და მეოთხე ფინალის თბილისში ვითამაშეთ. მეოთხე კრილას სავეტოსო თამაშეთ, მოუგეთ 2-0 და პირველი ქონდა CSKA-სთან უკვე ნახევარფინალი. დასაწყისში ტარდებოდა ეს 4-იან. მე მეოთხე ფინალი მოგვიანებით. კი და საინტერესო რა არის კიდე რომ სწორედ ამ სტადიონზე 4 დღით ადრე ვეთამაშე CSKA-ს და 2-0 მოგვიგეს. კი. სანამ ვეთამაშებოდით ფინალამდე, ნახევარფინალამდე რა. და მართალი გითხრათ, ცოტა ეხლა ხო არ გახსოვს გოჩა მე რამდენადაც მახსოვს ცოტა უცნაურად უცნაურ შემადგენლობა იყო ჩვენი უცნაური მაგალითად კი ვოვა შემოიყვანა 70 წუთზე შემოიყვანა კი ხო ხიზანის ნაცვლად მოგოს მაშინ ტრავმა ქონდა და ნელ-ნელა ხო და ეს ტრავმა იყო ხო კი ტრავმა ქონდა ნუ დაძაბული თამაში იყო დამატებითი დრო კი და ვიტალიმ გაიტანა რა და გადამწყვეტი გოლი არა ვიტალიმ გაიტანა საშამ გაიტანა თავის კარში ავტოგოლი მერე ვიტალიმ გაატანა და რიტია კიდე ეს ვიტალის გოლი აღსანიშნავი რომ CSKA კარგად თამაშობდა მეთქი ეს იყო პირველი გოლი რომელიც იმ თასის გათამაშებაზე CSKA-მ გაუშვა 10 ბურთი ქონდა გატანილი და არც ერთი მიღებული და პირველი გოლი გაუტანა ვიტალი და 92 წუთზე მერე უკვე ყიფომ დამატებით დროს ყიფომ დაამთავრა და მანამ შორს ყიფიან ამ თასზე პირველი თამაში ითამაშა ნახევარფინალი მანამდე კი ბატონო მეოთხე ფინალის ჩათვლით არ უთამაშია კი ბატონო და რითია კიდე ისა რომ ვოვამ გააფუჭა პენალტი კი ბატონო კი 72 წუთზე ვოვამ პენალტი გააფუჭა და იქვე შეაგდო ვიტალი კი და ეს პენალტი რატომღაც მაღალი დაარტყა მახსოვს და ძელს მოხდა მაღალი დაარტყა რატომ როგორც წესი პენალს მაღალს არ ურტყავდნენ ხოლმე და თითქოს მოინდომა ცხრიანში გატანა და ნუ მოხდა ესე ხდებოდა იცი არის გასაკვირის არ არის ცოტა ეხლა ცოდვა გამხელჯოს და უსახური თამაში იყო 0-0 ეხლა თასის პენალისტის არც ისეთი გასაკუთრებული შეიძლება ითქვას რომ მე ვერც ვიხსენებ საგოლე მომენტს არც ერთ მეორე კარტთან მე მგონი არ ყოფილა და სხვათა შორის უკვე კენჭისყრა ჩატარებული იყო ჩემპიონთა თასის და ლივერპულის თასის მფლობელთა თასის თასის მფლობელთა არა ლივერპულთან უნდა გვეთამაშა ლივერპულთან ეს 79-ზე ის 80-ზე არის ლივერპულთან და გახარებულები წავიდნენ მოსკოვიდან ლივერპულის სკაუტები რომ ამ გუნდთანო ჩვენო პრობლემა არ შეგვექმნება დადიანო კი არ დარბიანო მინდორზე დადიანო ეს გასათვალისწინებელი ისიც იყო რომ ჩვენ ძალიან გადატვირთული გრაფიკი ქონდა რამდენიმე დღით ადრე სპარტაკიადის ფინალი ითამაშა საქართველოს ნაკრებმა რომელიც თბილისის დინამოს მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული და 4 დღით ადრე თუ 3 დღით ადრე ითამაშა მოსკოვის ტორპედოსთან ფრედამთავრდა მოსკოვში 1-1 რატომ მახსოვს რომ მოგლეთ საქმე მივიდა ყიფოაკაც ბოლოში შემოვიდა მეორე ტაიმში შემოვიდა მეორე ტაიმის დასაწყისში პირდაპირ მეორე ტაიმში შემოვიდა არა იქ CSKA-სთან მთლიანი თამაში ითამაშა ნახევარ CSKA-სთან კი
და ეს ნუ პირველი 4 პენალი, ასე ვთქვათ, როგორც ჩვენ ვთქვით, გაიმაზა. 4 არა 3 თუ 4? არა 3 2 ჩვენ გავაფუჭეთ და ერთი პეტრუშინმა გაიტანა ყიფომ და ვოვამ ყიფიანმა და გუცევმა გააფუჭა ზედიზედ გაიტანეს ჩვენებიდან გაიტანეს მაჩაიძემ ჩივაძემ შენგელიამ დარასელიამ სულაქველიძემ სულაქველიძემ გაიტანა მაგრამ გადამწყვეტი მაინც რასაკვირველია ოთარგაბელიას მიერ აღებული გაზეევის დარტყმული პენალტი იყო. კი ბატონო. და მივადექით 80 წელს. მივადექით 80 წელს, რომელიც წავაგეთ, მაგრამ ყველაზე დიდი სიხარული რომელმაც მერე მოგვიტანა. ჩვენდაუნებურად მერე მოგვიტანა. გაიხსენდე, არიღამ როგორ იყო. და მაშინ 80 წელზე თუ საუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ნახევარფინალი კიევის დინამოსთან. აბარა. ეს იყო თბილისის დინამოს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში თუ საუკეთესო არა რომელიც მე მინახავს. მეორე ტაიმი პირველი ჩვენ 1-0 დავთმენ და მეორე ტაიმში იყო ესე იგი შეტევაზე და საერთოდ კიევის დინამო არ ჩანდა მინდორზე. ძალიან გოჩა შეგვახსენე გოლების ავტორები. გოლები გაიტანეს ჩივაძემ და დარასელიამ. და ჩივაძემ გაიტანა ძალიან ლამაზი გოლი შორი დარტყმით წრიაში. თუ არ ვცდები რომენსკი იყო არა მეკარე. მე მგონი რომენსკი იყო. და მე უკვე ბოლოსკენ ვიტალი დარასელიამ გაიტანა ეს გადამწყვეტი გოლი. ნუ ეხლა მე ვესწრებოდი ამ თამაშს და მე ეხლა ისეთი თავხედი გულშემატკივრები როგორიც დონბასელები იყვნენ, ხო? ანუ დონეცკის შახტიორის გულშემატკივრები. ეგ ფინალს გულისხმობ, ხო? ხო, ფინალს რასაკვირველია. რა ვიცი, მე არ მახსოვს, რომ სხვა ქალაქში ესეთი, ნუ რაღაც უზდელობები, რაღაცეები და იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსოვს გოლები გაიტანეს, სტარუხინმა გაიტანა, შემდეგ გიორგი ჭილაიამ გაათანაბრა და პიანიხმა გაიტანა, შემდეგ ეს ყველაფერი ხდება თამაშის ბოლოს. ჩვენ ეს ადრეც გვითქვავს ერთ-ერთ წინა გადაცემაში, რომ არ იყო გუნდი სწორად დაკომპლექტებული ფინალისტვის და ნახევარდაცვის ხაზი აიღო. კი ბატონო. არ იყო. ეხლა კონკრეტული ფეხბურთელები არ ვინაი ხა იმის. ეხლა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მაჩაიძე უკვე აღარ იყო გუნდში. მე უკვე როცა გაგვიჭირდა. არა, მაჩაიძე არ იყო გუნდში, მაგრამ მაჩაიძეს ამ ჩემპიონატზე ჰქონდა 7 თამაში და ამ თასზე ჰქონდა უკვე თამაშები ჰქონდა. 7 თამაში ჰქონდა თამაში. აშკარად სუსტი იყო ჩვენი ნახევარდაცვა და მე უკვე ეს ნახევარდამცველებიც მოხსნა, მე გამოიყვანა ჩელებაძე და გუცაევი, მე უკვე ნუ მოკლედ ძალიან ისე იყო რა. არეული იყო გუნდი. და როგორც კი ჩვენ გოლი გავიტანეთ, უკვე ძალები არ ქონდა და წამოვიდა ეგრევე შახტიორი და თუ გახსოვთ პიანიხი მცველი იყო და მცველმა გაგვიტანა გოლი, იმიტომ სტარუხინმა რასაკვირველია თავით გაიტანა და პიანიხმაც თავით გაიტანა. სტარუხინი სხვათაშორის ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. კი, ნამდვილად. ბაბუსია როგორც დონეცკში ეძახდნენ. ბაცკატო რაღაც ესეც. ბაბუსიას ეძახდნენ, ბაბუსია. მოკლედ აი ესე იყო ჩვენი ფინალები. ორჯერ ავიღეთ თასი. სულ ქონდა 8 ფინალი, ფინალი. საერთოდ თბილისის დინამოს აქვს თასზე 170 თამაში. ათამაშები საიდანაც 99 მოიგო, 25 თამაშა ფრედ და 46 წააგო. 331 192-დან ბურთები. მე მგონი არ არის ცუდი მაჩვენებელი. მშვენიერი მაჩვენებელია. და ყველაზე მეტი თამაში ზანეთ მანუჩარ მაჩაიძე 56 კი ბატონო და 5 გოლი გაიტანა შემდეგ მოდის ვოვა 45 თამაში აქვს და 9 ბურთი აქვს გატანილი და უფრო ნაკლები აქვს შემდეგ ბორია პაიჭაძეს და 40 თამაში 25 ბურთი აქვს გატანილი. კიდე რა შეიძლება საინტერესო იყოს, რომ ყველაზე ხშირად საბჭოთა კავშირის თავზე კიევს შევხვდით და კიევს სპარტაკს და დინამო მოსკოვს შევხვდით. სოჩის აი სამივე გუნდმა გაგვასწრო ჩვენ ფინალების და მოპოვებული თასების რაოდენობით. კი ბატონო, მაგრამ დადებითი შედეგი გვაქვს კიევთან.
სპარტაკთან გვაქვს ფრე და დინამო მოსკოვთან ვაგი. ერთ-ერთი ბოლო თამაში იყო მოსკოვის სპარტაკთან 99 წელს და რომელიც მოვიგეთ დინამოს სტადიონზე. შემდეგ დნეპრთან წავაგებთ. ჩვენი გადაცემის დრო წამოიწურა და დინამომაც ამით დაამთავრა თავისი მოღვაწეობა საბჭოთა კავშირის დაამშვიდობა ჩვენ ტელემაყურებლებს. კარგად ბრძანდებოდეთ ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებს.